დიახ, ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ფილარმონიასთან და გაჩვენებთ ახლა რა ხდება ჩემ კადრს უკან, ჩემს უკან ამ წუთებში მოცეკვავეები და ქორეოგრაფები დგებიან მწკრივში და მოგვივალებით რამდენიმე წუთში გადაინაცვლებენ ხორუმის ფერხულით, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე. აქ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები რიგითი მოქალაქეები არიან მოსულები, წინა რიგებში დგანან, რა თქმა უნდა, მოცეკვავეები და თქვენც ხედავთ ამას საქართველოს და ევროკავშირის დროშით. რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება მსვლელობა და ჩვენ ახლა შეგვიძლია თეადარშიას ვხედავ, სანამ დაიწყება მსვლელობა. გავესაუბრები თეადარშიას. ქავატონთია, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რატომ ხორუმი? აი, გითხარით დღევანდელი თქვენი ამ პერფორმანსის შესახებ. იმიტომ რომ ხორუმი არის ის ცეკვა, რომელიც მიჩქმალულ და დაძინებულ მეომარი ადამიანის სულს აღვიძებს. ეს მოძრაობები, ეს რითმი, აი ყველაფერი რაც ხორუმს ეხება, არის ხელჩაკიდებული ადამიანების, ქართველების ბრძოლა სიმართლისთვის, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, ერთობისთვის, ყველაფერი კარგისთვის, მომავლისთვის, ნათელი მომავლისთვის და გამარჯვებისთვის. აი თქვენი კოლეგების მოცეკვავეების ამბობდნენ, რომ ეს იქნება ყველაზე ლამაზი ხორუმი, რომელსაც დღეს თქვენ შეასრულებთ. აი ხო, რითი იქნება განსხვავებული სხვა ხორუმებისგან, რომელიც თქვენ შეგისრულებთ? განსხვავებული არაფრით, უბრალოდ ამ სულელობაში მონაწილეობას იღებს ყველა, ვისაც სურვილი აქვს. არ არიან ბევრი პროფესიონალები, ვართ ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა აქ ყოფნის. მთავარი სათქმელი რაც არის ხომ, აი არჩევნების ჩატარება, სათქმელი დავიბრუნოთ ჩვენი ხმები, რომლებიც გვეკუთვნის ჩვენ და გავანთავისუფლოთ რეჟიმის პატიმრები. და ერთს კითხავთ, დღეს ჩვენ ვნახეთ არაერთი მარში პროევროპული, ძალიან ბევრი ადამიანია ქუჩაში გამოსული და მათ შორის თქვენ შეეგებეთ აქ სხვადასხვა მოქალაქეს, რომლებმაც ჩამოიარეს ჭავჭავაძიდან და მივიდნენ საქართველოს პარლამენტთან. ხო, აი არ ჩერდება, ყველა ქუჩაშია გამოსული, ყველა სფერო, აი ამასაც ეს არის ბედნიერება, რომ ერთ მუშტად შევიკარით ქართველები და სტაგნაციიდან და ძილიდან გამოვედით და ხმა ვიმაღლეთ ჩვენი უფლებებისთვის. მადლობა. თეადარშიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. აი წუთი-წუთზე დაიწყებენ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები ხორუმის ფერხულით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ ისინი და როგორც აქ მყოფი მოცეკვავეებიც ამბობდნენ, ეს იქნება ყველაზე ლამაზი ხორუმი, რადგან ხორუმი არის ძველი ქართული ტრადიციული საბრძოლო შინაარსის ცეკვა და როგორც თავადვე ამბობდნენ, ახლა სწორედ ერთგვარი ბრძოლა უწევთ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად და იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი. აი წუთი-წუთზე დაიწყებენ ისინი მსვლელობას და კიდევ შევეცდები, რომ გავესაუბრო წინა რიგებში მყოფ მოცეკვავეებს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით რა, ორი სიტყვით გითხარით თქვენი დღევანდელი აი ამ მსვლელობის შესახებ, ყველაფრისგან განსხვავებული. გამარჯობა. ეს არის დღევანდელი დღე, როდესაც ხორუმის მსვლელობით ქართველი პროტესტის ხალხი მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ და ხორუმი რეალურად არის ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გამოსახავს ჩვენს ერთიანობას, იმამაცეს, ბრძოლის უნარიანობას და ზუსტად ასე ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის რუსული მარწუხებიდან დახსნისთვის. დანარჩენს ყველაფერს გზად იხილავთ და ასევე გზაშიც განცხადებასაც გავაკეთებთ. გთხოვთ, ეხლა უკვე ვიწყებთ, ვემზადებით და ყველანი იხილავთ მთელი საქართველოს ყველაზე ლამაზ და ყველაზე ევროპულ ხორუმს, რაც კი საქართველოში ვინმეს უცეკვია. დიდი მადლობა. მადლობა, თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეს, მოცეკვავეს, რომელიც ასე რომ ვთქვათ, მიუძღვება დღევანდელ აქცია პერფორმანს საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. გზა თითქმის გახსნილია უკვე, მოძრაობა გადაკეტილი არის და სამზადისი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. ახლა როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ამ მსვლელობას გვერდით გამოყვება ავტომობილი,
რომელზეც იქნება დინამიკი და ჩართული იქნება ხორუმი და სწორედ აი ამ მუსიკის თანხლებით ქართული საბრძოლო შინაარსის ტრადიციული ცეკვის შესრულებით გაემართებიან მოცეკვავეები საქართველოს პარლამენტისკენ და როგორც მოისმინეთ ეს იქნება ყველაზე განსხვავებული მსვლელობა, რომელსაც შეასრულებენ ქართველი მოცეკვავეები, მათ შორის რომლებიც არიან ჩამოსულები რეგიონებიდან თითქმის ყველა კუთხიდან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. გაჩვენებთ ახლა თქვენ ხედავთ კადრში, როგორ მწკრივად ცოცხალ ჯაჭვში არიან ჩართული მოცეკვავეები, რიგითი მოქალაქეები. გამარჯობა. თქვენც რომ გითხრათ ორი სიტყვა, ხომ უერთდებით აქ ცოცხალ ჯაჭვში ხარ ჩართული, ორი სიტყვით რომ გითხრათ, აი რატომ ხართ აქ? არა, შეიძლება. კი ბატონო, თქვენც რომ გითხრათ ორი სიტყვით ის ყველა რატომაც ვარ ყველამ გადასარევად ვიცით. კი ბატონო, თავარი მოთხოვნა რაც არის? თავარი მოთხოვნა არის პატიმრების გამოშვება და რა თქმა უნდა არჩევნები, პირველ ყოვლისა არჩევნები. დიდი მადლობა თქვენ უსმენით. ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეს ძალიან ბევრი ადამიანია მოსული და ეს კადრშიც ჩანს. მართლაც ყველასგან განსხვავებული მსვლელობაა შეიძლება ითქვას. და რამდენიმე წუთში უკვე წუთი-წუთზე დაიწყებენ მოცეკვავეები, რომლებიც მსვლელობით გადაინაცვლებენ ჯერ ოპერასთან და ოპერიდან უკვე მათ შეუერთდებათ სხვა მოქალაქეებიც, რომლებიც უკვე მოგვიანებით ხორუმის ფერხულით გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტთან.